ილია თოფურიამ და მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეკიმ, შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც სასამართლო დავა შეწყდა და სარჩელი გაიწვია. შეთანხმების დეტალები უცნობია. თოფურიამ ადრე აღნიშნა, რომ პირადი პრობლემების გამო ტიტულის დაცვა დროებით გადადო. დიდი ალბათობით, ის ოფქში ზაფხულში დაბრუნდება და ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. მადრიდის რეალი ზაფხულში შემადგენლობის განახლებას გეგმავს და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მანჩესტერ სიტის ნახევარმცველ ფილ ფოდენს განიხილავს. ეკრემ კონურის ცნობით, კლუბები მოლაპარაკებებს დაიწყებენ, ხოლო სიტი ტრანსფერსას 80-200 მილიონ ევროს ფარგლებში აფასებს. რეალი მზად არის ამ თანხის გადასახდელად, ხოლო გარიგებას ამარტივებს ჯუდ ბელინგემთან მეგობრობა. NBA-ის რეგულარულ სეზონში ტორონტო რაპტორსმა ჩიკაგო ბულზი 123, 107 დაამარცხა. სანდრო მამუკელაშვილმა 23 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრენდონ ინგრამი იყო 33 ქულით, ტორონტო აღმოსავლეთში მეხუთეა, 31, 22 და 9 თებერვალს ინდიანას შეხვდება.